მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო, მაყურებლებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემთან. ვიდეო კონსულტაციაზე, საჯარო გაშლებზე, ტაროს არიელი, ტაროს პასუხები, სამყაროს პასუხები და სამყაროს ენერგო საინფორმაციო ფაქიზი სივრციდან მიღებული პასუხები. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებ თქვენ, ვინც მიყურებთ, ვინც ხართ ჩემი გამომწერები, ერთგული მსმენელები, ასევე ვინც უბრალოდ ის შემოხვედით და ახლები ხართ, არ მიცნობთ და უბრალოდ სტუმარი, ასე ვთქვათ, მაყურებლები, თქვენც მადლობა. თქვენი მხრიდან იქნება, ძალიან დიდი მადლობა ჩემი, ასე ვთქვათ, მხრიდან, რომ დამიწეროთ ლაიქი და უბრალოდ კომენტარი რეზონირდა თუ არა. ეხლა ხო ხედავთ 4 სხვადასხვა დასტადევს. აბსოლუტურად განსხვავებული ენერგეტიკით, განსხვავებული ხასიათით, განსხვავებული ავტორებით გვიყვარს მრავალფეროვნება. ეს არის ინდივიდუალიზმი. მოკლედ, ბევრი რო არ გავაქცელო, თქვენ უნდა ამოირჩიოთ აქედან, რომელიც თქვენ გინდათ, არ აქვს მნიშვნელობა. თუ არა და მოусმინოთ, რომელიც რეზონირდება თქვენს. ეხლა ესე არ არის, ნახეთ, შეიძლება მოგეწონოთ ეს დასტა, სიტყვაზე ვიძახი, თვალში მოგხვდეთ, ხო? და არ დაემთხოს. ამ დროს, შეიძლება რომელიღაცა სხვა დასტამ გითხრათ ის პასუხი მიიღოთ, რასაც თქვენ ელოდებით. ეხლა აქ ხდება ესეთი რაღაც, ეს არის ინდივიდუალური საჯარო გაშლა. 100%-იანი დამსხვევა აქ არ არსებობს, მაგრამ თუ კი რაღაცა მნიშვნელოვანი დეტალი, სიტუაცია, ხო, ენერგიები, რაც შემოვა, რა თქმა უნდა, თქვენთვის იქნება რაღაცნაირად ახლოს, გაგიწევთ გულიან, რაღაცა ერთი სიტყვაც რო იტყვიან, რაღაც გაიხსნება, ხო, რაღაცა ქვეცნობიერში და იგრძნობთ. ეს არის შიგნიდან უნდა იგრძნო. ამას ახლა ვერავინ ვერ აგიხსნით, ესე გადმოსაცემად ძალიან ძნელია. ეს ახლა უმრავლესობა ქალბატონები მიყურებთ, დიდი პატივისცემით, დიდი მადლობა თქვენ. და ყველას გვაქვს ინტუიცია, ქალებს გვაქვს ეს გრძნობა ჩართული დაბადებიდან, ქალი ამით არის რა. ბევრი კიდე სხვა რამით, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ამ ინტუიციით, ამ გრძნობით, ამ ემპათიით, ამ შინაგანი ეს რაღაც, რომ კანიდან რო გრძნობ, რომ რაღაც ხო გესმით, ახლა ქალები გამიგებთ. რაც უმრავლესობა მამაკაცებს ეს არა აქვთ, ისინი არიან პრაგმატები, მათ აქვთ განსხვავებული ინსტინქტები, განსხვავებული რასაც ხედავენ, იმას აღიქვავენ, თუმცა ქალს აქვს უფრო მეტად დამახასიათებელი ის, რომ რასაც ხედავ, ის არა, იმის იქითაც არის. ნახეთ, ძალიან ბევრი ნიუანსი, ახლა ამაზე არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ეს უბრალოდ გიხსნით რა, როგორც ხდება ხოლმე და ეს ინფორმაცია, რომელიც მოდის, კოლექტიური, ხო, სამყაროსეული, არ არსებობს დამთხვევა და შემთხვევა. თუ თქვენ დაინტერესდით ამ ვიდეოთი, თუ შემოხვედით, თუ რაღაცა მიგიზიდათ, ხო, ესე კი ასეა საჭირო. სამყაროს აქვს თავისი ენა. ის ახლა ადამიანურ ენაზე ვერ დაგელაპარაკება. ის გელაპარაკება მინიშნებებით, ეს დამთხვევა, შემთხვევით, რო ვიძახით, ხო? უცხო ადამიანების ფრაზებით, სარეკლამო რაღაცა უცებრო წაიკითხავ ტექსტს, წიგნებით, ვინც კითხულობს და გიყვართ კითხვა, ფილმებით, კლიპებით, უამრავი რაღაცა მანიპულაციებით, როცა ხარ ჩართული ადამიანი, ხო? როცა გააქტიურებული გაქვს ეს ქვეცნობიერი, მაშინ ხა მე იმას კი არ გეუბნებით, ხა შიზოფრენიაა ყველაფერს, ხო? ყურადღება მიაქციო და ყველაფერს დაუკვირდე, ეს უკვე ფსიქიურ აშლობას გავს. არა. ნახეთ, იმ მომენტში, როცა შენ პასუხს ეძებ, როცა შენ გაქვს კითხვები და
გაურკვევლობაში ხარ, აი მაშინ და შენ როცა აჟღერებ, რომ რატომ ვარ ასე, ნეტა რა ხდება, ანუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ის, ანუ ყველაფერს აქ ახსნა, ისე არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე. ეხლა ის რომ თქვა დავიმსახურეთ, არ დავიმსახურეთ, იქ რაღაცას ვიხდით, იქ რაღაცას შევწოდეთ, ყველა ვწოდავთ, რაღაც დავაშავეთ, კი ბატონო. მაგრამ მე ვიძახე დიდს და გრანდიოზულს, ისე არაფერი არ მოხდება, ის განსაცდელიც კი, თუ შენ მანამდე რაღაც პატარ-პატარა რაღაცეები, ანუ არ დააშავე, ხო? შეიძლება გაუცნობიერებლად მოხდა, შენ და აი არც იცოდი ვთქვათ, რომ ის ვთქვათ კანონდარღვევაა. მე ხა სახელმწიფო კანონს არ ვგულისხმობ, ეს არის სამყაროსეული კანონი, რაც უნდა იცოდეს ყველამ. სამყაროსეული კანონი დაფუძნებულია იმ ათმცნებასთან და იმ ყველა რელიგიის, ხო? სწავლებასთან, რაც ჩვენ ვიცით. ანუ ეს არის პირველ რიგში თავისუფალი ნების ხელშეუხებლობა, რომ შენ დაბადებული ხარ ადამიანად, შენ ხარ ღვთის ნაწილაკი, რომ შენში არის უკვე ჩადებული ის ღვთიური ნაწილი, რომ ღვთის ხატად და ღვთის მსგავსად რომ მოგავლინა უფალმა, ხო, ჩაგვერა სული და შენ მოევლინე და აქ ხარ ამაწყო დროში, ხო? აი ეხა, აი აქ იმყოფები, ესე იგი რაღაც გარკვეული მისია გაქვს. ისე არავინ არ დაიბადება, ისე არავინ არ მოევლინება, ისე არავინ არ იქნება. და ყველას გვაქვს განსხვავებული ინდივიდუალური გზა. ყველა გზა რომისკენ მიდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გზა ღმერთამდე მიდის. იმ ღმერთამდე, ვინც შექმნა კაცობრიობა. შექმნა ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა. შექმნა ზეცა და შექმნა მიწა და ყველაფერი. ფლორა, ფაუნა და ყოველი ცოცხალი არსება, მშვენიერი და სულიერი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის შედევრი. შედევრიალური, ასე ვთქვათ, მისი შემოქმედება. რასაც ჩვენ ვხედავთ, უბრალოდ ამას უნდა დანახვა, აღქმა და შეგრძნება, იმიტომ რომ ყველას არა აქვს ამის უნარი. მე ხავ საუბრობ გამოგვიძებულებზე, რა თქმა უნდა. მოვიდა ეს დრო, ჩემო კარგებო, და დავიწყეთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი, მეოთხე ვარიანტი. აქ ეხა საუბარია, რა თქმა უნდა, პირადზე და პარტნიორობაზე, მაგრამ საუბარი იქნება ბედზე. და კიდევ ერთი ნიუანსი, ჩვენ ვქმნით ჩვენ ბედს. ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია. ესე ჟღერს სამყაროს კანონი. ღმერთმა მოგვანიჭა ეს თავისუფალი ნება ყოველივე ჩვენთაგანს, მაგრამ ნახეთ, არის რაღაც სიტუაციები, როცა ჩვენ ნეფსით უნებლიეთ, ჩვენ ბედს ხელიდან უშვებთ. და შეიძლება ის დაქცეული სიტყვაზე ვიძახი, ხო? გამოუსწორებელი ამ შემთხვევაში, ხო? ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი, რომელიც შეგახვედრა შენ, შეიძლება შენი მისია იყოს ზუსტად ის. შენ უნდა გეტანჯა, რომ მერე, ესე იგი, ჩვენ ხო არ ვიცით, ღვთიურ გონიერებას ვერ ჩაწვდება მოკვდავი ადამიანი. ჩვენ მაინც ადამიანები ვართ, ნახეთ, ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვხვდებით, ის ცუდი რაღაცაც რო ხდება, ну, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა, ხო? იმ მომენტში ჩვენ რა თქმა უნდა ვგვტკივა, ვიტანჯებით, დარდობთ, მაგრამ ვერ ხვდებით რატომ. შეიძლება სასიკეთოდ ხდება. აი ესე უნდა შემოატრიალოთ ყველაფერი. ნახოთ, ეხლა აი ესეთი გაშლა არის, რა თქმა უნდა ადამიანზე. რატომ შეგხვდათ ეს ადამიანი? რა მისია გქონდათ იმ გარკვეულ მომენტში და თუ გაიარეთ ეს თქვენი გამოცდა, შეიძლება დაშორდით ამ ადამიანს, შეიძლება არ ხართ ამ ადამიანთან, მაგრამ თუ შეასრულეთ ის გარკვეული მისია, იმიტომ რომ ზოგჯერ რაღაც პერიოდში ხო ვთქვი წინა გაშლაში
A პუნქტიდან B პუნქტამდე სანამ გაივლი, ბევრი ბარიერები შეიძლება შეგხვდეს და შეიძლება ის მოკლე მანძილი იყო იმ ადამიანთან დამაკავშირებელი რაღაც სიტუაცია, რომ იმას შენთვის რაღაც ეთქვა, შენ ანუ ისე არაფერი არ ხდება. ნახეთ, რამდენი წიგნებიც არ უნდა წაიკითხოთ, რამდენი ფილმებიც არ უნდა ნახოთ, სიტყვაზე ვიძახი, რამდენ სემინარებს, ლექციებს არ უნდა დაესწროთ, გინდა ფსიქოლოგიურს, გინდა პარაფსიქოლოგიურს, გინდა ეზოთერიულს, გინდა მეტაფიზიკოსების სამყაროსეულ ახსნებს. თქვენი ინტუიცია და თქვენი გული თქვენთან რჩება. თქვენ უნდა იგრძნოთ ეს და აი მერე უკვე უნდა ახსნათ თქვენივე იმ კითხვებზე პასუხი თქვენ თვითონ, თქვენმა გულმა და თქვენმა გრძნობამ უნდა გასცეს პასუხი. დავიწყებ პირველი ვარიანტით, ეს არის კოსმიური დასტა და ნახოთ. ადამიანი. თქვენთვის საინტერესო ადამიანი, ჩაიფიქრეთ, თქვით თქვენთვის სახელი. სიგნიფიკატორი ამ ადამიანის. ვინ არის ჯერ ეს ადამიანი? ადამიანი ამოდის საკმაოდ მახვილი გონების ესეთი ცივი ენერგიის ოჯახი აქ პრიორიტეტად და სტაბილურობა. მე არ ვიცი ხა ვინ არის, უბრალოდ აი ესე ამოვიდა ორი კარტით. ეს ადამიანი ეხა ვინც თქვენ გაინტერესებთ, არ ვიცი ხა თქვენ გაქვთ თუ არა ურთიერთობა, გაშვაში ვნახავ, მაგრამ თქვენი საბედოა? ესე ვკითხოთ, თქვენი ბედია? ვინც უყურებს ეხლა ამ ვიდეოს? საჯარო გაშლა. თქვენ სამყარომ გამოგიგზავნათ ორი ადამიანი. გარკვეული ტრანსფორმაციის შემდეგ, როცა გაიარეთ ტკივილი, უცებ მოხდა ორი ადამიანის შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში. სხვადასხვა ტიპაჟები, სხვადასხვა სტრუქტურა, სხვადასხვა ხასიათი და არჩევანის წინაშე დაგაყენათ თქვენ ეხა სამყარო. პირველ ვარიანტთან ასია, არ ვიცი, რამდენად რეზონირდა, რამდენად ესეა, თქვენი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი, თქვენი ბედი კიდევ ერთხელ ვიძახით, თქვენ ხელშია, მაგრამ აქ ვხედავ ორ ადამიანს. მაშინ ვნახოთ. იმ ტკივილმა ტრანსფორმაციამ ვნახე, რა თქმა უნდა, გაგივლიათ, შეიძლება წინა პირადი ცხოვრებისგან, პირადული ურთიერთობისგან, რაც მოგაყენათ. თქვენ გაიარეთ, ანუ ის ტრანსფორმაცია, ის გამოცდა, ის კვეთა, ტკივილის, დარდის, სიტყვაზე ვიძახი, ღალატის, ტყუილის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გულგაცრუების გაიარეთ, ის შავი ბნელი ტალღა, ხო? შემოტევების გაიარეთ. სამყარო თulis ამას, რომ თქვენ უკვე ეს პერიოდი, ანუ ცუდი პერიოდი გაიარეთ, ასე თulis სამყარო. სამყარო თulis, რომ ჯერ კიდე არ ხართ გამოსული. როცა რჩებით მარტო, კიდე მოგდით ეს ფიქრები, შიში, შფოთი ადამიანზე. და იჭერთ თადარიგს, ანუ თავდაცვის პოზიციაში ხართ. ანუ გეშინიათ რეალურად. თქვენი ქვეცნობიერი, ხა მე იმას კი არ ვიძახი, გეშინიათ არიქა ხა, ხო? ვაიმე, არა. ანუ თქვენი ქვეცნობიერი შინაგანად იჭერს დისტანციას. ანუ აი ამაზეა საუბარი. ჩვენ ახლა შინაგან სამყაროს ვიხილავთ, სულიერ მდგომარეობას, ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას და სიღრმისეულად უყურებთ ამას და არა ისე, რომ ახლა მე შემეშინდა და ვაი, დავიყვირე და წამოვედი, არა. სხვა რამეზე აქ საუბარი. მე მგონი მიმიხვდით, ხო? მაშინ ეხლა ამ ყველაფრის მერე, რაც თქვენ გაიარეთ, გამოჩნდა ჩააბარეთ, თქვათ, არ შედგა, დაშორდით და ასე შემდეგ, ხო? თუ გამოჩნდება ის ადამიანი,
ვისაც იმსახურებთ ღირსეული, თუ გამოაჩენს სამყარო და ეხლა თუ დაალაგდება აი ეს ახალი ურთიერთობა. თუ მოვიდა ეს პერიოდი უკვე თქვენ ცხოვრებაში, რომ შემოვიდეს ახალი პიროვნება თქვენ ცხოვრებაში. ნახეთ, აი სიყვარულის კარტი ამოვიდა. რა თქმა უნდა, სიყვარული ისეთი რამეა, რომ სიყვარულზე დგას მთელი სამყარო და მთელი დედამიწა, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია. რა თქმა უნდა, 3 პერიოდია დარჩენილი. ნახეთ. ანუ არჩევანის წინაშე დაგაყენათ სამყარო. თითქმის მიღწეულია მიზნამდე, ანუ სამუშაო აი შესრულებული როა და უკვე უნდა ელოდები, რომ ანუ ჩააბარო, ხო, საბუთები სიტყვაზე ვიძახი, გამოცდა დაწერილი გაქვს, სამსახური რაღაც სამუშაო, რა ვიცი რა. და ელოდები, რომ ანუ წაიღო რა. დამთავრებულია თქვენი, ანუ ის კარმული ურთიერთობები, ის ტკივილები, ის ღალატი იყო, ტყვილი იყო, რაც იყო მოკლედ, ხო? და მოდის ახალი პერიოდი, ოღონდ 3 პერიოდს მაჩვენებენ. აი, ჯერ თქვენ ელოდებით, ნახე, მოლოდინის რეჟიმში ხართ, თქვენი ტალღა, ანუ თქვენი ხომალდი ჯერ არ მოსულა. იქ არიან ხომალდები, როგორ არა ჩანან ჰორიზონტზე, მაგრამ ჯერ არ მოსულა. 3 პერიოდს მაჩვენებენ. მაშინ მოადგება ნაპირს ის ხომალდი, სადაც თქვენ სიამოვნებით ჩაჯდებით და გაუყვებით ცხოვრებისეულ ლამაზ ბედნიერ გზას. თქვენ მეორე ნახევართან. კი ბატონო, ოღონდ ჯერ კიდე ანუ ფორიაკი გაქვთ, ნერვიულობა გაქვთ ამ ყველაფერზე, ფიქრი გაქვთ, არჩევანის წინაშე დგახართ, იმიტომ რომ არის რაღაცას ისე არა ვარ ჯერ ანუ რაღაცა სულ აი ისე ხართ რა. მაგრამ საბოლოო ჯამში ამოდიხართ როგორც ემპრეს, იმპერატრიცა, თქვენ დაიმკვიდრებთ თქვენ ადგილს, თქვენი ტრონი, ანუ დაიდგმება, თქვენ ხართ ნამდვილი ქალი, მზრუნველი, დედა თუ არ ხართ, გახდებით, იმიტომ რომ ესეთი ენერგიები შემოდის დადებითი, მზრუნველის, დედის, თბილი ენერგიები და ყველანაირად დამაკმაყოფილებელი პასუხია. თქვენზეა კიდე ყველაფერი დამოკიდებული. ეს არის პროგნოზი, კიდევ ერთხელ ვიძახე, პროგნოზი მეუბნება. კი ბატონო, მისულია უკვე საქმე აქამდე, მაგრამ ეხლა ფსიქოემოციონალური მდგომარეობა გაქვთ დასალაგებელი. ანუ დამშვიდება გჭირდებათ, გესმით? და აი სიმშვიდეში ზუსტად აი მაგ დროს მოადგება 7 ტალღები 8 ზღვაზე, ხო იცით? აი 7 ესეთი სასიამოვნო ტალღები, მაშინ მოადგება ნაპირს ის ხომალდი, სადაც თქვენ იმპერატრიცად იგრძნობთ თავს. ასე რომ ჯერ კიდე მომავალი წინ არის, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია და შესრულებადია, რაც თავარია. პირველ ვარიანტთან დავამთავრე, თუ მოგეწონათ დამილაიქით, თუ რეზონირდა, რა თქმა უნდა, გამაგებინეთ, მე გამიხარდება, გადავედი მეორე ვარიანტთან. ამეთვისტოს ქვა. ამბობენ, რომ ეპისკოპოსის ქვაო, ამბობენ, რომ ინტუიციას აძლიერებსო, მაგრამ არ ურჩევენ წყვილებს ამ ქვას, იმიტომ რომ იმდენად სულიერი ქვა არის. აი ბერების, მონაზვნების, ეპისკოპოსების, ანუ რაღაცა ამ ერის ადამიანს, სოლქმარს, წყვილს, ამ ქვის წარებას მიზანშეწონილად არ ანუ აი სადაც გძინავთ იქ ნუდადებთო, იმიტომ რომ ისეთია რა, ასკეტურია მაინც, ბერულია, აი სულიერია რა. აი ეს ქვა განსაკუთრებულად აღვიძებს ინტუიციას. მით უმეტეს თუ აი ბალიშთან ახლოს, სადაც წევხართ, გიდევთ, სიზმრებიც კი ძალიან ისეთი წინასწარმეტყველური შეიძლება დაგესიზმროთ. ნახოთ, მეორე ვარიანტთან ვინ მოვიდა? სიგნიფიკატორი, ადამიანი, გამოყირავებულია რა ხდება.
ადამიანი ამოდის დადარდიანებული და ამ შემთხვევაში ნაღველი, აი ნახეთ, სევდა და პერიოდულად გამოჩნდება, პერიოდულად გაქრება არასტაბილური ურთიერთობა. მაგრამ თქვენ როგორც სტაბილური ქალი სულ უნდა ხართ. ხან მოდის, ხან მიდის, რაღაცა ესეთი მომენტი და სულ რაღაც პრობლემებში როა. უფრო პირადი ნახოთ ახლა ეს ადამიანი სამყარომ რისთვის გამოგიგზავნათ? ხო თქვი? A პუნქტიდან B პუნქტამდე შეიძლება ძალიან ბევრი რამე შეგხვდეთ. აი პატარა მანძილზე. მთელი ცხოვრება შეიძლება იყოს. რატომ შეგხვდათ ეს ადამიანი? რა საინტერესოა. შეგხვდათ პირდაპირ ამოდის აი ხა ზეციური კარტი, ზეციური სასამართლო, ზემოდან რა, ზეციდან მოდის ეს ასე ვთქვათ, კარმა დაარქვით, ბედი დაარქვით, რაც გინდათ ის დაარქვით, შეგხვდათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ მას რო ესწავლა ჭკუა, ნახეთ, თვითონ მიეცეა შანსი ამ ადამიანს თქვენი სახით. აქ ამოდიხართ თქვენ, როგორც ძალიან ესეთი აქტიური, ხელმძღვანელი, აი მოკლედ ორგანიზატორი, რაღაცა თანამდებობა თუ არა და საქმე რომ იგყავს რა, ყველაფერი რომ შენ ხარ და ეხლაც რომ მუშაობ, შრომობ, შრომელი, ყველანაირად სტაბილური და აი შანსი პირდაპირ ზეცამ გამოუწოდა ამ ადამიანს თქვენი სახით. ესეთებიც ხდება ხოლმე რა, ღმერთი მოწყალეა, ხო იცით? მაშინ რა დააშავა ამ ადამიანმა პირადად თქვენთან? რა დააშავა? რაღაცას დაგპირდათ, რაღაცას შეგპირდათ და ძალიან ცუდად დაამთავრა. დაშორება ამოდის, გასვლა ამოდის და დანგრევა ამოდის. და დიდი ტრანსფორმაცია თქვენთან მიმართებაში ძალიან შეეშალა. დეტალები პირადში, ხა ვერ დავიწყებ 4-ზე ვშლი ისედაც დიდი დრო მიდის. მაშინ თქვენთან დააშავა ძალიან, ხო? ამოვიდა უარყოფითი კარტები, არც მინდა ეხა ამაზე გამამახვილო ყურადღება. თქვენ თუ გაიარეთ ეს გამოცდა, მისგან რომ მიიღეთ განსაცდელი დარტყმა, ტკივილი, აი თქვენ თუ ჩაგეთვალათ და ეხლა თუ ხართ მზად, სამყარო თუ ფიქრობს იმას და თქვენი მფარველები რომ გამოგიგზავნიან ღირსეულს რახან ამ ადამიანთან ასეთი რაღაც მოხდა, ხო? კომპენსაციის სახით. ხო გინდათ ღირსეული, ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული. აქ კიდე მუშაობის კარტი ამოდის. დროის კარტი ამოდის, წასulis კარტი ამოდის, ეს ადამიანი ჯერ გაშვებული არ გყავთ. ჯერ კიდე გაქვთ ამ ადამიანთან რაღაც კამათი, რაღაც ჭუბი, რაღაც შეხლა შემოხლა, დაპირისპირება, მე ვიძახი, შეიძლება პირდაპირ არ გქონდეთ, მაგრამ თქვენში შემოდიოდეს ეს ბრაზი, ხო, რაღაც მომენტში. ჯერ კიდე აქ ორ პერიოდს მაჩვენებენ და სამყაროს კარტი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ ან შორს არის ეს ადამიანი, ან სხვა ქალაქში არის, ან და დასრულებული იქნება, ოღონდ ჯერ არა, ორ პერიოდში და არ არის ჯერ დამთავრებული რა, მოკლედ რო არ მოგატყოთ, კი ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თქვენთან არ არის დამთავრებული ეს ადამიანი. და სამყაროს კარტი ამოდის ახალ დასაწყის მიმანიშნებს და მოდის ახალი ბოლო-ბოლო. ბედის ბორბალი ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ კი ბატონო, მოდის ახალი გზაშია, ოღონდ უნდა დაასრულოთ ჯერ ამასთან. მაგრამ ნახეთ, დასრულება ეს არ ნიშნავს ჭუბს, სკანდალს და გაწევ-გამოწევას, დაპირისპირებას. სრულდება ყველაფერი ურთიერთობას გულისხმობ მშვიდობიანი მოლაპარაკებით და აი ისე რომ თქვენ არ უნდა გაბრაზდეთ ამ ადამიანზე. მე მესმის ახლა შეიძლება თქვენ მითხრათ როგორ ესე ისე, ხო გესმის? მე გეთანხმებით, ძალიან რთულია, მაგრამ როცა თქვენ მიხვალთ იმ დონემდე, რომ ამ ადამიანზე
ასეთი მძაფრი რეაქცია აღარ გექნებათ, ბრაზი, მრისხანება აღარ გექნებათ და უბრალოდ გაუშვებთ და აი სიმშვიდე რო შემოვა, აი მაშინ მოდის ბედის ბორბალი დატრიალდება და ახალი ადამიანი შემოდის სტაბილური უკვე თქვენს ურთიერთობაში და თქვენს ცხოვრებაში. ან და დასტაბილურდება ამასთან, იმიტომ რომ მაინც ვხედავ რომ ეს ადამიანი არ მიდის, მოდი მაინც გადავამოწმოთ და ვკითხოთ, დაბრუნდება ეს ადამიანი თუ ახალი მოვა. აი ესეთი კითხვა დავუსვათ, დაბრუნდება ეს ადამიანი მეორესთან თუ ახალი მოვა. ანუ აქ თქვენზეა ნახეთ დამოკიდებული, თქვენ ხართ აქ უკვე მეორედ ამოხვედით იმდენად ძლიერი ქალი, რომ თქვენ წყვიტავთ დაიბრუნოთ თუ ახალი შემოუშვათ, ანუ გაშვებული ბოლომდე არ გყავთ, არ არის ჯერ დასრულებული, ეს ადამიანი პაჟის პოზიციით ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ თქვენ უფრო მაღლად გახართ, არ ვიცი რით. შეიძლება ჭკუა გონებით და ძალით. და ისუსტია, არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ანუ სამყარო ამ შემთხვევაში თქვენ გაძლევთ არჩევანის უფლებას, ნახეთ, თავისუფალი ნება, თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ შანსი არის ამოვიდა თუ გაუშვებთ, ოღონდ მშვიდად, არა მრისხანებით, არა გაბრაზებით, გამოვარდა რაღაც კარტი. გულგატეხილობაა ჩემო კარგო. ძალიან დიდი ტკივილი გაქვს გულზე. ამას მოშუშება ჭირდება. ნახოთ აბა მესამე ვარიანტი. ძალიან დიდი დრო რო არ დავკარგოთ ახლა ამ ვიდეო ლაივით. უბრალოდ ვიდეო კონსულტაციით. რა ადამიანი მოდის ახლა მესამე ვარიანტთან, აბა ვინ არის სიგნიფიკატორი გვაჩვენეთ. მესამე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა? მოკლედ ეს ადამიანი ახლა ვინც მესამე ვარიანტი ჩაიფიქრა, ან გიღალატათ, ან მოგატყუათ. ნუ გული რო გაგიცრუათ ყველა ვარიანტში. თქვენ ანუ აქ აი გაასწორეთ მიწასთან, ომი გაქვთ რა, პირდაპირ მნიშვნელობით ომი გაქვთ ამ ადამიანთან. აი ეხლაც კი კამათი გაქვთ. არ ვიცი ვინ არის. საოცრება, ან ვიზევშლი. ნახოთ აბა რატომ შემოვიდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში და ამას სათაურად დავადებ რატომ შემოვიდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. განზრახვა იყო ძალიან ისეთი, ეს ადამიანი შემოვიდა, ოჯახი, დაოჯახება, აქტიურობდა, ძალიან მოწონდით და ქონდა ეს სექსუალური ტოლვა, ბუნებრივია, თვითონ ამოდის როგორც იმპერატორი, აი მაგიტო შემოვიდა რა. ოჯახთან ურთიერთობა ან დაახლოება, შეიძლება იცნობდით ერთმანეთს, ახლა ბევრი რამე შეიძლება ვთქვა, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ როგორც იმპერატორი ისე ამოვიდა. აქტიურობა ძალიან დიდი მისგან მოდიოდა ეს. მაშინ თქვენი ბედია ეს ადამიანი, მესამე ვარიანტს ვეკითხები, თქვენი ბედი არის? არა, არ არის თქვენი ბედი, ჩაკეტილია. ბედის ბორბალი ეხა, უკუღმა არის დატრიალებული, ჩაკეტილია. მაშინ თუ გაიარეთ ამ ადამიანით თქვენ ის კარმული ვალები თუ გადაიხადეთ, რაც თქვათ, გქონდათ რა, ამ ტკივილით, ამ დარდით, ამ მოტყუებით, ამ ღალატით, ასე ვთქვათ, გულგაცრუებით გადასახდელი. თუ გადაიხადეთ ამ ადამიანთან ურთიერთობით. კი, სამართლიანობის კარტი ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მფარველობათან ზემოდან თქვენი ან წინაპარია, ან თქვენი მფარველია, რა თქმა უნდა, სამართლიანობის კარტი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაბათილდა ეს ყველაფერი, გასწორდა, დაბალანსდა და თუ ეხლა თუ მოვა თქვენთან ახალი ადამიანი, თუ შემოვა აი ამ ყველაფრის მერე, ღირსეული, ხო? ამაზეა საუბარი. კი ბატონო, ოჯახის კარტი ამოდის. სამსახურიდან ან მუშაობს, ან მუშაობთ. აქ ამოდის კიდე ქველმოქმედების კარტი, შეიძლება გასაკეთებელი გაქვთ ქველმოქმედება და მერე გამარჯვება. ანუ ქველმოქმედება რას ნიშნავს? ნახეთ, უნდა წახვიდეთ და გაჭირებულებს მოწყალება დაურიგოთ.
აი მართლა გაჭირვებულებს და უცნობებს იმას კი არა რომ ეხა აბაიმე აი ნათესავს უჭირს და ისა რა ქვია და მეზობელს გაჭირვებულია კი ბატონო ეგეც სიკეთეა მე განაგეუნები არ დაეხმარო მაგრამ ნახე უნდა აიღო 20 ლარი 30 ლარი დაახურდავო და წახვიდე გარეთ ქუჩაში გაიარო 1-5 კილომეტრი ისეთ ადგილებში სადაც ტაძრებია სადაც მარკეტები, მაღაზიები, აი ხალხ მრავალ ადგილას რა მოკლედ და ყველგან სადაც შეხვდება მოხუცი ადამიანი, დავდომილი ადამიანი, ვინც უბრალოდ ძის და მოწყალებას ითხოვს, არ უყურო. ის მაიმუნია, ეს აფერისტია, ეს არა, შენი გააკეთე, მოწყალება გაეცი. და თქვი, თან ამ მოწყალების გაცემის დროს გადახდილი მაქვს. და სამყაროსგან ველოდები სიყვარულს, სამყაროსგან ველოდები ბედის გახსნას, თუ რა თქმა უნდა გათხოვება გინდა, სამყაროსგან ველოდები წარმატებას, ანუ რაც გინდა. შენ ოღონდ გულით უნდა გააკეთო ეს. ამას სხვათა შორის ყველა რელიგიაში აკეთებენ. ინდუისტებსაც აქვთ, ბუდისტებსაც აქვთ, მუსულმანებს მე მგონი საჭმელი გააქვთ. ქრისტიანებს ხო გვაქვს და გვაქვს. ანუ ეს არის ისეთი რაღაცა, როცა შენ არ გიმართლებს, თუნდაც ბედი გაქვს ჩაკეტილი. მოწყალება გაქვს გასაკეთებელი. პირდაპირ, ან ეკლესიაში წაიღე და შეწირე სიტყვაზე, არ მონასტერში. ბერებს აუტანეან მონაზვნებს საჭმელი. აი, გამარჯვებული გამოდიხარ, გამოგდის. რახან ამოვიდა ეს კარტი, ეს არის მოწყალების პირდაპირ მოწყალების გაცემის და ბედზე. ეს არის. გააკეთე მესამე ვარიანტო, თუ დაემთხო, თუ რეზონირდა, ძალიან კარგ რჩევას გაძლევ, ამილაიქე. მეც მინდა რომ ბედი გაგეხსნას დამიჯერე და მეოთხე ვარიანტი ამოვიღოთ. ვინ მოვიდა, რა მოვიდა? მეოთხე ვარიანტი, ვინ არის ხა ეს? აბა რა ადამიანია? რა ადამიანია? აქ ოჯახის კარტი ამოსდის ადამიანს, უკანონო კავშირი ამოსდის და ამოსდის გასამართლების კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დააშავა. შეიძლება შვილი წყავს, ან ელოდება შვილს. ანუ აქ ამოდის უკანონო კავშირი. ანუ როგორი მომენტია, იცი? ხან დემონია და ხან ანგელოსი, აი ეგეთი მომენტია. ხო. სამწუხაროდ. ერთი უკიდეროსობიდან მეორე უკიდეროსობა. და ვნახოთ ეს ადამიანი, ვინც მეოთხე ვარიანტი ჩაიფიქრა, ბევრი დრო მიდის, მაგრამ რა ვქნა, ნუ ეხა ესე მომწერეთ, რომ გვინდაო ბევრი ვარიანტებიო და მეც ვაკეთებ. თუ მოგეწონათ ეს ჩემი ბევრი ვარიანტიც, ესეც მომწერეთ, გამიხარდება. ვინ არის ეს ადამიანი? ეს გავიკითხო, ვინც არის, უпростоრად, თუ არის ეს ადამიანი თქვენი ბედი, და რა ხდება ამ ადამიანთან და თქვენთან? ჩემო კარგებო, აქ ამოდის ესეთი რამე, კონტაქტზე გამოდიოდა, ან მესიჯი იყო, ხო? აი, ეხლავე, უკაცრავად.